აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ჩვენ გვეგონა რომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომელიც 1991 წელს 9 აპრილს დაღუპული წმინდა სულების საპატივსაცემოდ მათ საჩუქარი გაუკეთა სულმნათმა ზვიად გამსახურდია მაშინდელმა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა. თურმე ბრძოლა მაშინ კი არ დაგვიმთავრებია პირიქით აი ამ შენარჩუნებასაც ბრძოლა ჭირდება თურმე. ირინე მახარაძისთვის აპრილი ბრძოლის ტკივილის და ამავე დროს სიამაყის თვესთან ასოცირდება. 1989 წლის 9 აპრილს 20 წლის სხვა სტუდენტებთან ერთად თბილისში რუსთაველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იდგა. უჭირს წარმოდგენა, რომ 36 წლის შემდეგ საქართველო კვლავ გამოწვევების წინაშე დგას. 36 წლის შემდეგ მე მაშინ 20 წლის ასაკში, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ ის დამოუკიდებლობა, ვეღარ წარმოვიდგენდი, ნამდვილად ვეღარ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ეს დეჟავიუს შეგრძნება მექნებოდა. მაშინ სულ სხვა წარმოდგენა გქონდა, სულ სხვა მომავლის რწმენა გქონდა, რომ დღეს უკვე ეს 36 წელი იმდენად დიდ დროდ გვეჩვენებოდა, რომ 36 წელში ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ევროპული დასავლური და პროგრესული, განვითარებული და შემდგარი სახელმწიფო უნდა ყოფილიყავით, როგორც პოლიტიკურად, დემოკრატიულად, ისე რაც მთავარია ეკონომიკურად. თუმცა მე დღეს ეს დეჟავიუს შეგრძნება არ მასვენებს სამწუხაროდ. დღეს რუსთაველის პროსპექტი ისევ სტუდენტების, ახალგაზრდების და მაშინდელი ჩემი თაობის კვლავ შეკრების ადგილია და იგივე თუ მაშინ ვიბრძოდით დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ჩვენი სამშობლოსი, თურმე ბრძოლა მაშინ კი არ დაგვიმთავრებია პირიქით აი ამ შენარჩუნებასაც ბრძოლა ჭირდება. ირინა მახარაძე, როდესაც 36 წლის წინანდელ და დღევანდელ მოვლენებთან პარალელს ავლებს ყურადღებას რუსული ბრძოლის მეთოდებზე ამახვილებს. ყვება, რომ დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი. დღეს რუსეთი ძალიან ეშმაკურად მოქმედებს. მაშინ თუ ავადსახსენებელი როდიონოვის მერვე პოლკი ჩეხავდა, ერეოდა ქალებს, გოგონებს, ის მამაკაცებს ვერ ერეოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მათ შორის საკმაოდ დიდი მსხვერპლი იყო, ისინი ვერ უმკლავდებოდნენ თავისი აი ამ სასანგრე ბარებითაც კი ჩვენს ქართველ ვაჟკაცებს და ამიტომ მოერივნენ, დაჩაგრეს გოგონები და მაშინდელი მილიცია, ქართული მილიცია გვეხმარებოდა გაქცევაში, შველოდა, რომ გვიცავდა, რომ ჩვენ გაგვესწრო, როგორმე თავი დაგვეღწია. აი იმ ორლესული ბარების მსხვერპლი არ გამხდარიყავით, მაგრამ აი დღეს ჩვენს პოლიციაში, ჩვენს სპეცდანიშნულების რაზმს ერთი ის ორლესული სასანგრე ბარები არ აქვს და ნამდვილად დამშვენდებოდათ. სწორედ ის ორლესული სასანგრე ბარებიღა აკლიათ. წარმოუდგენელია, რომ ქართველი ვაჟკაცი უნდა იცავდეს ქართველ გოგონას, ქართველ ქალბატონს. პირიქით მათი ხელით ქართველი ვაჟკაცების მხრიდან ქალებზე ძალადობის, მორევის და დაჩაგვის ფაქტებს ვაწყდებით. 9 აპრილის შემდგომ დღეებში, გლოვის დღეები იყო გამოცხადებული, შევესწარი ასეთ მომენტს, როდესაც ერთმა პიროვნებამ თქვა, მე იქ ვიყავი 9 აპრილს და ეს მამაკაცი იყო და მაშინ ეს მამაკაცი გახდა ძალიან დიდი შეტევის საგანი სხვა მამაკაცების მხრიდან. შენ როგორ გადარჩი, როგორ მოხდა, რომ შენ მამაკაცი გადარჩი და შენს თვალწინ გოგონები დახოცეს და როგორ ხარ შენ მამაკაცი გადარჩენილი და გოგონები არიან დახოცილები და მაშინ მან ასე უპასუხა, რომ
ჩვენ მამაკაცები პირიქით წინ ვიდექით, რომ თუ რამე მოხდებოდა დარტყმა ჩვენზე აგვეღო, მაგრამ აი იმ ლაჩრებმა იმ მერვე პოლკის საბჭოთა რუსულმა ჯარისკაცებმა ზურგიდან დასცხეს. და სწორედ ამიტომ მოხდა ქართველი გოგონების და ქალბატონების მსხვერპლი მაშინ. აი ჩემი შვილის ტოლები ვიყავით მაშინ და გოგონებო წადით, ნუცხეთ ხართ ამ სიცივეში, ამ ცივ ქვებზე, ჩვენ დავრჩებით, მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია იყო, ვერ წამოხვიდოდი იქიდან. ამან რაღაც დავის გავლენა მოახდინა შემდეგ ჯანმრთელობაზე. მეც ვიყავი მაგის წინაშე რომ ინვალიდობა და გამეხარდა რომ არ მომწეს ეს ინვალიდის სტატუსი. თუმცა იყო შემთხვევები, რომ დღეს პენსიას იღებენ 9 აპრილს და მე ვიცი ასეთი გორელი ქალბატონი დღეს თბილისში ცხოვრობს ის. მინდა გითხოთ ირინა, არის ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი ერი, როგორც მაშინ იყო, რას ფიქრობთ 36 წლის წინ 9 აპრილს? ახლა არის ასეთი ერთიანი? ან რა არის იმისთვის საჭირო, რომ იყოს ერთიანი? ყველაზე დამახასიათებელი და უცხო რაც იყო მაშინ და ყველაზე რაც ბედნიერებას გვანიჭებდა იყო ერის შეკრულობა და ერთიანობა. ძალა ერთობაშია ჩვენს მოწოდება რომ წერია ჩვენს გერბს ერთობას ალტერნატივა არ აქვს გამარჯვების მოპოვების მხრივ ერთადერთი რითაც შეგვიძლია გამივმარჯვოთ ეს არის ერთიანობა და მაშინ იმ ერთიანობამ შეკრა და გაამარჯვებინა მაშინ თითქოს ეს პოზიცია იყო, ოპოზიცია იყო, ეს გაყოფა არ არსებობდა, ერი იყო ერთიანი, ერთი მტრის წინააღმდეგ და დღეს პირიქით არის მართველი ხელისუფლება, რომელსაც სადავეები და ძალაუფლება აქვს და პირიქით მტრის დასამონებლად, მტრისკენ ისევ იმ რისთვისაც მაშინ ვიბრძოდით იმ ფასეულობების საწინააღმდეგოდ გვაბრუნებს 9 აპრილამდე სიტუაციაში და პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ 70 წლის მანძილზე ვიმყოფებოდით, აი ეს არის განმასხვავებელი სწორედ დღევანდელობასთან შედარებით.